ამის შემდეგ ნუ გაგვირდებათ ის თუ რა ხდება მსოფლიოში და რა ხდება საერთოდ ყველგან და ყველაფერში. საქართველოშიც რა თქმა უნდა. და მაშინ, როდესაც ესენი ტრილიონერები ფულს ყრიან და მილიონობით თანხას აძლევენ ფეხბურთელებს, 1-სა და 2-სა და 10-ს და თუნდაც 100-ს, იმიტომ რომ მსოფლიო მოსახლეობის 9-დან სადღაც 6 მილიარდი მაინც დააგოიმონ და იმათგან ფულები ამოიღო. და თქვენ წარმოიდგინეთ ხარ ასტრონომული თანხებზე აქ საუბარი. მაშინ რა თქმა უნდა, გადაუხდიდნენ, ხო? და უხდიან დღესაც კიდე. ამიტომაც ჩვენ რო გვიყრე 96 შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი. აი ფიგურა ამდენად იყიდეს, მე კიდე ვიღაცა გახსოვთ, ხო? უცებ რო გაგვიკვირდა. იქიდან დაიწყო ყველაფერი. აი ამიტომ სანამ ესენი ფიქრობენ იმაზე ჩვენ რამდენად გამოგვიყენონ, გაგვაჩუმონ, დაგვაგოიმონ და აი ამ თამაშები და კონცერტები და შოუები და 1000 და რაღაცები დარტყმებით, ეგ ტოტალიზატორები კიდე მატპლუს და კიდე რაღაც სათამაშო კლუბები და ერთი ამბავი, ჩვენ ამბობთ გაგვართონ. ისინი კი ამას უერთს თავის საქმეს აკეთებენ. ისევე როგორც ბიბლიურად გითხარით, ჩვენ რო გითხრეს ღმერთი აქეთ არის, სინამდვილეში იქით იყო, მივდივარ და დღესაც მივდივარ და ორიენტირების საკანონმდებლო ჩვენ ველოდებით, აჰა, რაღაც უტოპიას და მათ საქმე გააკეთეს ამასობაში. რატომ? იმიტომ ჩვენ გაგვართეს ფანტაზიებით ხალხო და დღესაც ელოდება ვიღაცა ღრუბლიდან ლიფტით ჩამოსულ იესო ქრისტეს. და ამასობაში ყველაფერი ირგვლივ რაც აგვაქვს და რაც კი არსებობს, ყველაფერში ხელები აქვს ჩაყოფილი სატანისტებს. და ამიტომაც არაფერი არ გამოდის საქართველოში და არა მარტო საქართველოში. არა უნდა გააკეთონ, მაშინ როცა ჟურნალისტები ღებულობენ მილიონებს იმის და სიჩუმის გამო, რომ ზებირად იციან, რომ მავნეა რაღაცეები, რასაც რეკლამას უკეთებ. თავის შულს კი არ აწვევ და არას მე. მაგრამ ეს რომ მათ არ ეხებათ. რატომ? იმიტომ როგორც კი იტყვიან, აი ასტრონომულ ხელფასს ჩამოაშორებენ და კინწეში დაუშვებენ გარეთ. ეს კი არა ის არ უნდა. ესე იგი, შენც ჟურნალისტიც გამოდიხარ სატანისტი, იმიტომ რომ ათასობით ადამიანის მოყრინებისთვის თვალებს ხუჭავ და ყველაფერს იყურებ. შენ ექიმო, რომელიც როგორც გითხარით, მახვილის სიმართლეში რუბრიკა მქონდას ექიმები კლავენ, რომელთაც კოვიდის დროს 1/3 ხელფასი რო გაგეზარდეს, ხო გახსოვთ? ყველას გახსოვთ, ხო? და ყველა მიცოდი დედლაინში რა გეწერა და რო ის არ შეიძლებოდა და მაინც რო უნიშნავდით და აძლევდით ხალხს. ამის გამო მით უმეტეს ექიმი რო არცილად გეკუთვნით, გაშოლტვა და ღმერთისაგან წყევლაკობა. მილიონობით მსოფლიოში დღეს ექიმი ვინც არის კიდე, ხო? ჩუმად ყველა ნატურობს კიდე გამოუშვებდნენ ამ კოვიდს. რატომ 1/3 და 1/4 გაუზნიან ხელფასს და იმიტომ ისინი კიდე გაჩუმდებიან და გააგრძელებენ ხალხის მოწვაზლებას. შენ სპორტსმენი, რომელსაც გაძლევენ მილიონობით თანხას, კონკრეტულად ფეხბურთი, იმიტომ ფეხბურთელია უფრო ასე ვთქვათ, ისეთი სპორტი, საზოგადო სპორტი, ხო? გაძლევენ იმიტომ, შენ ხალხს გახოციებენ, მაგრამ შენ ეთაყვანები იმას. ყოველ წამსა და ჯერზე ყოველი ბურთის გატანაზე გეუბნებიან 1000 ჟესტიკულაცია გამიკეთე, იმიტომ რომ მე სატანას მარგო, მასი ამოვნო და ამით ჩემმა სიოცუნარიანობამ 1000-ად იმატოს და რაც უფრო სიმრავლეში იქნება ეს ატომ რომ შენ გააკეთებ, იქით მომღერალი გააკეთებს, იქით ის გააკეთებს, ხალხიც მას მიბაძავს და ხალხის სიმრავლეში რომ აი ესე რომ დაიწყებს, ასე რომ დაიწყებს, ასე რომ დაიწყებს და ასე რომ დაიწყებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მთელი მსოფლიო მისია. ეს ძალას მაქვს მას ყველაფერს. და ვინც ჩამოვთვალე და კიდე ვინ დამჭა და მერე მით უმეტეს პოლიტიკოსები რა გასაკვირია ჩემო კარგებო. ფულის გამო ისინი ხო ყველაფერზე წავიდნენ. როცა ექიმი ამას აკეთებს, პოლიციელი ამას აკეთებს, მთავრობის წევრი და პოლიტიკოსები მით უმეტეს. ეს ხო პრასტიტუტები არიან კაცო.
ორივე ერთ და იგივე თამაშს გვეთამაშებენ, აი ესე როგორც Z-ში გითხარით, რუსეთშიც არის Z-ი, უკრაინაშიც, ამერიკაშიც, მთელ მსოფლიოში ხალხ და ისრაელია ყველაფრის თავი. რატომ? იმიტომ ორივე მხარეს დებენ ფსონს. ორივე. მოიგებს, აგებს, ორივე მისიანი. და არასდროს წაგებულები არ არიან. ჩვენ კი წაგებული ვართ იმით, რომ აი ვიღაცა რო ათამაშებს ამ ქვეყანას და ჩვენ იმის გამო და ამის გამო ერთმანეთს ხოცავ და ჟლეტავთ. და ამიტომ ქვეყანა წინ ვერ წაიწევს. აი რა ჩამოვთარე ხა ამ სექტორებიდან დარჩა კიდე რამე? აი ამიტომ ვამბობ ჩემო კარგებო, რომ ეს არის სამყარო, სადაც სატანა ღმერთობს. 2000 წელიწადი გვაბითურეს ამ ბიბლიური ზღაპრებით და ამასობაში ისინი ეტაპობრივად ნაბიჯ მოვიდნენ იქამდე, რომ სატანის დაждობამდე დარჩა რაღაც თითზე ჩამოსათვლელი დღეები. და დაგოიმებულები კიდე ელოდებიან რაღაცას. რომ ღმერთი მათ უშველის. რატომ დაგიშველოთ ვერ გავიგე? რატო უნდა გიშველო? რა დამსახურებისად გამო? რას ვაკეთებთ? იმისაც, საღმრთოს რას ვაკეთებთ? მე კაი ჯანდაბას, მაგრამ რამდენი გაიძახეს ამ პერიოდში, მოდით ხალხო, მაგერ გავაკეთოთ, ის გავაკეთოთ, გამოვიდეთ, ვინც გამოვიდა, ხო ყველა გაიყიდა. გაიყიდა ყველა. ან მანამდე იყო გაყიდული და ვინც გამოვიდა, თავი ამოყო, ხელადში გაიყიდა თავი. ჩაჯდა იმ სისტემაში. არა და ჩვენ კიდე მოქმედება არ გვინდა, ვინც სიმართლეს გებრუნოთ. ის კიდევ დღითი დღე ძალას იკრებს ჩვენი უმოქმედობის, ჩვენი უსუსურობის, ჩვენი უსულობის და ჩვენი უგულობის გამო. კარგით მეგობრებო, ეხლა მართლა დავამთავრეთ თავისი პოსტსკრიპტური და ყველაფრით. ეს იმედია კიდე მეორეჯერ იმედია კიდე არ გამკითხავს ვინმე და არ განმიკითხავს აი ამ ჩვენი ტიტანების, ასე ვთქვათ, გაბითურების გამო, თუ შეიძლება ასე ვთქვათ. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. როდისმე დაფიქრებულ ხარ, თუ რატომ უხდიან სპორტსმენს მილიონობით თანხას, რომ უბრალოდ ითამაშო. დიფიქრია კი იმაზე, რომ საქმე ტალანტში კი არა, არამედ გარიგებაშია. მათ უხდიან თამაშისთვის, ისინი ყიდულობენ შენს ყურადღებას. ამაშია მთელი ფოკუსი. მათ აღარ სჭირდებათ უკვე გლადიატორები და ლომები. მას სჭირდებათ მხოლოდ ცეცხლოვანი სტადიონებიდან ყურალა ფანატიკოსები. ეს იგივე მეთოდი, რასაც იყენებდნენ რომაელი იმპერატორები. როცა ხალხი ბუნდს იწყებდა, ისინი აძლევდნენ სისხლსა და სანახაობას. ყავდეს ისინი გართულნი და გასულელებულნი. იმიტომ რომ სანამ შენს ეკრანზე ხარ მიმული ნამდვილი მმართველები, რომელიც არავის არ აურჩევიათ, საიდუმლოდ იკრიბებიან. დაწყვეტენ თუ რა ჭამოს შენმა შვილმა 2030 წელს. ხალხი ტირის, როცა მისი გუნდი აგებს, მაგრამ თვალსაც არ ახამხამენ, როცა ერთ ღამეში $1 ტრილიონის კანონებს დებულობენ. ფიქრობ ეს შემთხვევითაა? ეს უბრალოდ ყურადღების გაფანტვა არაა, ეს დაპროექტებული სიჩუმეა, იდეალურად მოფიქრებული ცირკი. შენ კი ზიხარ, წარს უკრავ და გონია რომ თავისუფალი ხარ.